მოგესალმებით ახალ სექციაში. ახალ ლექციაში, სადაც უნდა ვისაუბროთ ტექნიკური SEO-ს შესახებ. ეს არის განყოფილება, სადაც ჩვენ უკვე ტექნიკურად შევაფასებთ ვებსაიტის SEO-ს და ასევე ტექნიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ იმისათვის, რათა საძებო სისტემაში მოვიპოვოთ შედარებით უკეთესი წამყვანი პოზიციები. მოდით დავიწყოთ. ყველაზე პირველი პუნქტი ალბათ, რაც შეიძლება იყოს ტექნიკური SEO-ს ნაწილში, ეს არის არჩევა ვებსაიტის ეგრეთ წოდებული URL-ის წინ დგომის სისტემის, ეს არის HTTP თუ HTTPS. ზოგადად, ეს არის პრაქტიკულად დაშიფრვა. შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ იშიფრება ინტერნეტში HTTP და HTTPS-ი. მე შევეცდები უბრალოდ ძალიან მარტივად, პრაქტიკულად მოგახსენოთ, რომელი მათგანი ჯობია ასე თუ ისე, როცა არჩევანი გვაქვს hosting provider-ის მიერ და რომელი ავირჩიოთ ზოგადად ჩვენი ვებსაიტისათვის. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ HTTP ეს არის შედარებით ძველი მოძველებული ტექნოლოგია. HTTP მაგალითად პირდაპირ კითხულობს ეს თქვათ ანუ სისტემას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი უბრალოდ ჩავწერთ მაგალითად hello world პირდაპირ წაიკითხავს სისტემა HTTP აი ამ ჩანაწერს, თუმცა HTTPS-ი წაიკითხავს დაშიფრულად. Hello world-ის ნაცვლად იქნება ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაცია, რომელშიც გაშიფრული იქნება წარწერა hello world-ი. მარტივად რომ ვთქვათ HTTPS-ი ეს არის წაკითხვის უფრო ახალი თანამედროვე სისტემა მიმართულება, სადაც payment გადახდების სისტემაც უფრო აქტიურად არის ჩაშენებული და ასე შემდეგ. როგორც შევცვალოთ საიტზე HTTP თუ HTTPS-ი, ეს უკვე დამოკიდებულია hosting provider-ზე. მე გირჩევთ რომ დაუკავშირდეთ მას და უბრალოდ ჩაიკითხოთ. ანუ უბრალოდ შევბრძანეთ უშუალოდ hosting-ზე და ნახოთ, დაშიფრვა HTTP სისტემით ხდება თუ HTTPS-ით. თუ HTTP არის, გირჩევთ რომ გადახვიდეთ მისწეროთ provider-ს, რომ გსურთ HTTPS-ზე გადასვლა. დანარჩენი უკვე რა თქმა უნდა ტექნიკურად მარტივია საკმაოდ. შემდეგი ნაწილი ეს არის გაცილებით უფრო მთავარი HTTP იქნება თუ HTTPS-ი, ეს არის საიტის URL-ი. საიტის URL-ს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა SEO ნაწილში. კიდევ ერთხელ, URL-ი ეს არის აი ეს განყოფილება, ჩვენი ვებსაიტის სახელწოდება, ანუ დომენი, შემდგომში დახრილი ხაზი, შემდგომში სლეში ეგრეთ წოდებული და შემდგომში გარკვეული წარწერა. სწორედ აი ეს წარწერა, დახრილი ხაზები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იქნება აღქმული საძებო სისტემების მიერ ჩვენი ვებსაიტი. მე მინდა გითხრათ და მოგახსენოთ მარტივად მისახვედრიც არის, რომ თითოეული დახრილი ხაზის გვერდით არსებული წარწერა საძებო სისტემას მიუთითებს დიდ კატეგორიაზე. შემდგომში დახრილი ხაზის ქვემოთ არსებული წარწერა, შემდგომში ქვე კატეგორიაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორი არის სწორი სტრუქტურა ეგრეთ წოდებული URL-ის და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად რელევანტური და კარგი იყოს ეს URL-ი საძებო სისტემისათვის აღქმის კუთხით. მოდით ეს ყველაფერი დავიწყოთ უშუალოდ WordPress-ის საიტზე მუშაობით, პოსტის დაწერის დროს და მანამდეც ჩვენ სეტინგების განყოფილებაში გვაქვს პერმალინკების განყოფილება. ეს ხდება WordPress-ის ძრავაზე. პერმალინკების კატეგორიაში ჩვენ თუ გადავინაცვლებთ, ჩვენ მოცემული გვექნება პერმალინკის სტრუქტურა. აქ ჩამოთვლილი არის პერმალინკის სტრუქტურა, შეიძლება იყოს უბრალოდ თარიღი, შემდგომში მითითებული რაღაცა ვარიანტი, შეიძლება უბრალოდ უაზრო ციფრებიც იყოს მითითებული, შეიძლება იყოს თვე და რიცხვი, ნუმეროლოგიით იყოს ესე ვთქვა და ასე შემდეგ. მე გირჩევთ რომ აირჩიოთ post name. ეს არის ოპტიმალური ვარიანტი, ოპტიმალური ვერსია, რომელთაც ხდება ყველაზე მარტივად აღქმა URL-ის საძებო სისტემის მიერ. თუკი თქვენი URL-ი გამოიყურება დაახლოებით აი მსგავსად, საძებო სისტემას ძალიან გაუჭირდება წაიკითხოს ეს მონაცემი და ბოლოში ის მონაცემი, რომელიც ჩვენი მთავარი მონაცემია. მე გირჩევთ რომ URL-ი მაქსიმალურად მოკლე იყოს. ანუ დომენური სახელი, დახრილი ხაზი და პირდაპირ Slack-ში მითითებული ის სახელი name, რომელიც აქვს უშუალოდ post ამ პროდუქტის სახელწოდებას. ამ შემთხვევაში ყველაზე უკეთესად და მარტივად აი სწორედ ეს post name გამოდის. საიტზე irsshop.gz სწორად არის ეს ნაწილი გაკეთებული. მიდის თავარი დომენი, შემდგომში დახრილი ხაზი პროდუქტი, ანუ ზოგადი ინფორმაცია, ხოლო შემდგომში უკვე ის კონკრეტული მოდელი პროდუქტის, რომელიც არის მითითებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საძებო სისტემები, როგორც არის Google, როგორც წესი ქართულ შრიფტს სამწუხაროდ ვერ აღიქვავს. ამიტომ URL-ში და Slack-ში ამ შემთხვევაში რომ მიუთითოთ ქართული ასოები, ეს რთულად დასაქმელი იქნება ძალიან Google-ისათვის. მე გირჩევთ რომ მითითებული იყოს ინგლისურენოვანი სისტემა, ეს უკეთესად ირანკება საძებო სისტემაში. თუკი Global SEO-ზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მსგავსი პრობლემატიკა საერთოდაც არ ისმება, იმიტომ რომ ქართული შრიფტი, რა თქმა უნდა, უგულებელყოფილია და მთავარი აქცენტი სწორედ ინგლისურ ენაზე არის გაკეთებული. ან შეიძლება იყოს სხვა ენაც, რატომაც არა, ზოგად შემთხვევაში.
სწორედ აი ეს სტრუქტურა განისაზღვრება პირველ რიგში WordPress-ის სისტემაში ყოველ შემთხვევაში სეტინგების კატეგორიაში პერმალინკიდან, ხოლო შემდგომში პოსტის დაწერისას, როცა add new post ღილაკ ჩვენ ვაჭერთ და გადავდივართ უკვე ახალი პოსტის დამატების გრაფაში, Slack განყოფილებაში, ჩვენ სწორედ რეკომენდირებული არის, რომ სწორედ აი ამ სისტემით მივუთითოთ URL-ი, აი ამ განლაგებით ჩვენი დომენი და მაქსიმალურად ის სათაური, რომელიც არის მითითებული ჩვენი სტატიის თუ ჩვენი პროდუქტის აღწერლობის სათაურის ნაწილში. შემდეგი ნაწილი უკვე ესე ვთქვათ, ანუ არის ესე იგი დომენი და კატეგორია და SSL სერტიფიკატები დაშიფვრის პროცესი. თუკი ჩვენ შევალთ ნებისმიერ ცოტა ისეთი წინა პოზიციაზე არსებულ საიტზე, ჩვენ შეიძლება დავაკვირდეთ დომენური სახელწოდების გვერდით არსებულ აი ესეთ ბოქლომს. ეს ბოქლომი რაზე მიუთითებს და რას ნიშნავს? ეს ბოქლომი ნიშნავს იმას, რომ საიტში ინფორმაციის გადაცემა არის დაშიფრული და სერტიფიცირებული. ეს არის SSL სერტიფიკატები ეგრეთ წოდებული. ძალიან ტექნიკური ცოდნას რომ არ ჩაურმავდეთ, ეს არის მარტივი ესე თქვა დაშიფრის პროცესი, რომ შემოწმებული არის ინფორმაციის შედინება აი ამ ვებსაიტზე და ეს აძლევს ინფორმაციას საძიებო სისტემებს, რომ კავშირი ვებსაიტსა და სისტემას შორის არის დაცული და არის სერტიფიცირებული. უფრო სერტიფიკატის სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ დაცული და დაშიფრული და უსაფრთხო უფრო სწორი ტერმინი იქნება ჩემი აზრით. SSL სერტიფიკატები აუცილებელია რომ შევამოწმოთ დომენის უკაცრავად ჰოსტინგ პროვაიდერთან, ჰოსტინგის მომწოდებელ პროვაიდერთან. თუკი შევდივართ საიტზე და ბოქლომის ნაცვლად უბრალოდ არაფერი არ არის მითითებული, ან არ ვიცი, აი მაგალითად ბურიანი შემთხვევაში, აი ამ საიტის შემთხვევაში, უბრალოდ აი not secure წერია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს სერტიფიკატი გააქტიურებული არ არის და ეს სერტიფიკატი შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ Google-მა ჩვენ არ მოგვანიჭოს ნორმალური საძიებო პოზიციების სისტემაში. არამედ შესაძლებელია, არამედ მნიშვნელოვანი მიზეზი იქნება. თუკი აირჩევთ მაგალითად hosting providers, მე მაგალითად შევალ hostingები.gz-ზე, ჩვენს ვებსაიტზე, გადავალ შემდგომში Bluehost-ის ესე ვთქვათ hosting განყოფილებაზე, რომელსაც უწევთ ეს ვთქვათ, ანუ რეკომენდაცია ჩვენი საიტიდან. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოიყენოთ Bluehost-ი, გამოიყენოთ აი ამ ლინკით, რომელიც მითითებული არის. ამ ლინკით თქვენც მიიღებთ ფასდაკლებას და ჩვენც hosting კატეგორიაში provider-ში hosting-ის არჩევისას ყოველთვის არის ჩამონათვალი, შედის თუ არა SSL სერტიფიკატი ღირებულებაში. მე გირჩევთ, რომ იყოს თუნდაც მაღალი ღირებულება ოდნავ, თუმცა შედიოდეს SSL სერტიფიკატი თქვენ შემთხვევაში. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა, ესე ვთქვათ, საძიებო სისტემებთან. საერთოდ ნორმალურ hosting provider-ში ყოველთვის შესულია SSL სერტიფიკატი იმ სისტემაში და ამისათვის როგორც წესი დამატებითი თანხები არ არის საჭირო. აი მაგალითად აი ამ თვითონ ვთქვათ, ანუ choose plus გრაფაში არის შეყვანი SSL სერტიფიკატი, უფასო SSL-ი და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. თუკი თქვენ გაქვთ უკვე ვებსაიტი, თუმცა არ არის SSL სერტიფიკატი, თქვენ შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ SSL სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატის გააქტიურების შავი გზაც არსებობს, ყავისფერი გზაც არსებობს და ოფიციალური გზაც არსებობს. უნდა თქვა გულწრფელად, რომ ეს პროცესი ძალიან რთული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ დაშიფრვა ინფორმაციის მიმდინარეობდეს დაცულად თქვენს ვებსაიტზე და ეს ბოქლომი თქვენს ვებსაიტის დომენური სახელის გვერდით აუცილებლად არსებობდეს. შემდეგი ნაწილი ესე ვთქვათ, ეს არის უკვე საიტმეპი და რედირექტი. საიტმეპი და რედირექტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი საიტისათვის. საიტმეპი რა არის? საიტმეპი ეს არის მარტივი რუკა HTML-ში აწყობილი თქვენი ვებსაიტის, ეს არის კატეგორიების რუკა, თუ სად რა კატეგორია მდებარეობს, რა პოსტი მდებარეობს, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტი ვიზუალიზაციის გარეშე. აი მაგალითად, თუკი ჩვენ შევალთ ნებისმიერი, აი მაგალითად, თუნდაც აი ვებსაიტის ეგრეთ წოდებულ XML რუკაში, ჩვენ შეგვიძლია URL-ში გადავინაცვლოთ და ვნახოთ როგორ გამოიყურება აი ეს რუკა საიტისათვის. შეგვიძლია მაგალითად გადავინაცვლოთ general კატეგორიაში, ან setting-ებში და ვიხილოთ აღნიშნული რუკა. setting-ებში თუკი გადავალთ URL პლაგინში, რომელიც ჩვენ წინა შეხვედრაზე დავაყენეთ,
site futures კატეგორიაში ჩამოვალთ ცოტა ქვემოთ. ჩვენ შევძლებთ რომ ვნახოთ API-ის ქვევითკენ უნდა იყოს, არა, ცოტა ზემოთ, უნდა იყოს საიტის XML sitemapsი. ეს არის საიტის რუკა, view the XML sitemap-ი, აი ესეთი რუკა, რომელიც აი ესე გამოიყურება და ეს რუკა ძალიან მნიშვნელოვანი არის საძებო სისტემისათვის, რათა მან დაინდექსოს ეს თქვენი გვერდები, რომლებიც გაქვთ გამოყენებული თქვენს ვებსაიტში. თუ კი არ არის enable graph-ში, არ არის ეს თქვათ გადაწეული, ეს ღილა კი მეგირჩევთ რომ აუცილებლად შევბრძანდეთ UACO პლაგინში, გადაინაცვლოთ site futures setting-ებში ჯერ, შემდგომში site future კატეგორიაში და ქვედა graph-ში მოძებნოთ site XML განყოფილება. მოძებნოთ და გადახვიდეთ ესე ვთქვათ და დააკოპიროთ. რაში გჭირდება ეს საიტი? იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩვენ გადავიტანოთ Google Search Console-ში. რა არის Google Search Console? Google Search Console ეს არის ის საძიებო სისტემა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი ვებსაიტი. ამ შემთხვევაში Google-ის ბოტი შემოიჭრიტება ჩვენს ვებსაიტზე, დაინდექსებს, ანუ წაიღებს ინფორმაციას და გადაიტანს Google-ის საძიებო სისტემაში და ჩვენი ვებსაიტი უკვე დაინდექსდება, უკვე Google-ის საძიებო სისტემაში იქნება შეყვანილი. ეს პროცესი ჩვენს გარეშეც მოხდება. Google-ის ბოტი, რომელიც ბოტები უფრო სწორედ ენრაუდობით ბოტი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ, ისინი მუდმივად ამოწმებენ ვებ-სივრცეს და როგორც კი გამოჩნდება ახალი საიტი, ისინი შეიჭრიტებიან ამ ვებსაიტში და ამ ვებსაიტის ინფორმაცია აგზავნიან Google-ის ცენტრალურ დატა-ცენტრში. თუმცა, თუ გნებავთ რომ არ დაველოდოთ Google-ის ბოტს და თქვენ თავად დაამატოთ ხელის მექანიკურ რეჟიმში თქვენი ვებსაიტი Google-ის საძიებო სისტემაში, ამისათვის ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავწეროთ Google Search Console-ი, გადავინაცვლოთ Google Search Console კატეგორიაში, განყოფილებაში, Start Now გულაკს დავაკლიკოთ და მარტივად დავამატოთ ჩვენი ვებსაიტი აი ამ სივრცეში. იმისათვის რათა დავამატოთ ამ საძებო სისტემაში ჩვენი დომენი, შეგვიძლია ავირჩიოთ დომენების განყოფილება, ჩავწეროთ ჩვენი დომენი და უკვე მოგვენიჭება ვერიფიცირების განყოფილება. ვერიფიცირების განყოფილებაში უნდა დავაკოპიროთ ის ტექსტი, რომელიც ტექსტის აქ არის მოცემული და ეს ტექსტი უნდა გადავიტანოთ დომენის პროვაიდერ კომპანიაში სპეციალურ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, მე ამას გიჩვენებთ ესე ვთქვათ, გიჩვენებთ მაგალითად Namecheap-ის მაგალითზე. Namecheap ეს არის დომენის პროვაიდერი კომპანია, სადაც იყიდება დომენები, თუმცა ეს განყოფილება ყველა დომენის განყოფილებას აქვს. Advanced DNS კატეგორიაში თუ ჩვენ შევალთ, აქ მოცემული იქნება ეგრეთ წოდებული რეკორდები, ჩანაწერები. შეგვიძლია add new record გულაკს დავაკლიკოთ, txt რეკორდი ავირჩიოთ, ჩავწეროთ თვითონ ეს ვთქვათ, ანუ ამ შემთხვევაში DS-ი შეიძლება ეს ვთქვათ, ჩავწეროთ და value-ში, ანუ თვითონ ეს ვთქვათ, ამ graph-ში ჩავწეროთ ის ჩანაწერი, რა ჩვენ მოგცა Google Search Console-მა. TTL-ში დავტოვოთ ავტომატური, თუ კი გვაძლევს ამის საშუალებას სისტემა და save changes გულაკს დავაკლიკოთ. უნდა აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ დაახლოებით 24 საათი ჭირდება აი ამ რეკორდის ჩანაწერის დამატების აღქმას და ეს 24 საათი ჩვენ უნდა დავიცადოთ. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან რომ არ ვიწოლოთ და თუ კი თქვენთვის ეს პროცესი ცოტა რთულია, მე გირჩევთ, რომ უბრალოდ მიწეროთ დომენის პროვაიდერ კომპანიას, ანუ იმ სისტემას, საიდანაც ჩვენ შევიძინეთ დომენური სახელი და ვთხოვოთ, რომ ეს ჩანაწერი დაამატოს. უბრალოდ დავუკოპიროთ ეს ტექსტი და ვთხოვოთ, რომ TXT რეკორდში ჩაამატოთ ეს value. უბრალოდ დავუკოპიროთ ეს ტექსტი პირდაპირ Search Console-მა მოგცა და გადავუგზავნოთ და ვთხოვოთ აი ამის შესრულება. ამას როგორც წესი უპრობლემოდ შეასრულებს ეს დომენის მომწოდებელი კომპანია, ეს შედის კიდეს როგორც წესი მომსახურების ღირებულებაში და უბრალოდ დაგჭირდება 24 საათი დაცდა, დალოდება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი Google Search Console უკვე მზად იქნება და ჩვენ შეგვეძლება რომ დავამატოთ Google Search Console-ში ასევე sitemap-ი. Sitemap-ის დასამატებლად შეგვიძლია შევიდეთ მარტივად sitemap კატეგორიაში, აი აქ ჩავწეროთ ის URL-ი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ოღონდ აქ უკვე მივაქციოთ ხოლმე ყურადღება, რომ უკვე მითითებული არის პირველი საწისი, ეს წავშალოთ. დავამატოთ sitemap.index.xml-ი, submit გლაკს დავაკლიკოთ და მორჩა. ჩვენი sitemap-ი დამატებული არის უკვე Google Search Console-ში. ეს ნიშნავს, რომ Google-ს უკვე წვდომა აქვს ჩვენი ვებსაიტის ყველა page-ზე, რაც საკმაოდ სასიამოვნო არის. ვისე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, თუ როგორ დავამატოთ ჩვენი საიტი Google Search Console-ში, ამისათვის მეორე მარტივი ხერხი არსებობს Google Analytics-ით და ეს ხერხი რა თქმა უნდა იქნება ცალკე შეხვედრაში მოცემული. Google Analytics-ის ლექციაში გადმოცემული.
რაც შეეხება ორ დანარჩენ ნაწილს, ეს უბრალოდ რედირექტებია 301 რედირექტი და page 404. შევეცდები რომ თეორიულად მოგახსენოთ, რომელი რას ნიშნავს უბრალოდ რომ ვიცოდეთ, ეს უფრო ცოტა სიღრმისეული ტექნიკური SEO არის. 301 რედირექტი ეს არის გადამისამართება, როდესაც ხდება ესე ვთქვათ, ერთ გვერდზე შესვლა და მისი გადამისამართება სხვა გვერდზე. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 301 რედირექტს როგორც წესი იყენებენ ხოლმე page-ების შეტყუპებისას, ანუ page-ების გაერთიანებისას მაგალითად იმ პროცესში, რომ ერთი page უკვე აღარ არსებობს და ის გადატანილი არის მეორე მისამართზე. რაც შეეხება error 404-ს, ის ცნობილია როგორც შეცდომა, როცა ან გატეხილია მაგალითად ის გვერდი უკვე აღარ არსებობს მოთხოვნილი გვერდი, მაშინ არსებული ინფორმაცია წაიშალა და ასე შემდეგ. როგორც წესი page not found, ეს გვერდი არ არსებობს პრაქტიკულად, ანუ ვერ იქნა მოძიებული, აი მსგავსი თვითონ ეს ვთქვათ, ანუ ტერმინია. მნიშვნელოვანია უბრალოდ რომ ვიცოდეთ ახლობით, როგორ მუშაობს თვითონ ეს ვთქვათ, ამ ჩანაწერების მნიშვნელობა. მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე და გავცეთ კითხვას პასუხი, როგორ ავარჩიოთ ჩვენი დომენი მომავალი საიტისათვის. როგორც წესი, დომენები ძირითადად ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. ერთი დომენები, რომლებიც G-ზონაში არის ბაზირებული და მეორე საერთაშორისო დომენები. საერთაშორისო დომენებში ყველაზე უფრო ცნობილი და ყველაზე უფრო აქტიურად გამოყენებადი არის com დომენი, რომელიც როგორც კომპანიის შიფრება, ასევე net.org და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დაბოლოებით გვხვდება, IO და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დაბოლოება გვხვდება. თუ კი G დომენის შეძენა გნებავთ, როგორც წესი, დომენები G-ზე იყიდება ეს დომენი. უკვე 50 ლარი გახდება დომენი 1 წლის ღირებულებით ესე ვთქვათ. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაწეროთ, მოიძიოთ და შეიძინოთ G-ზონაში. com.g დაბოლოებით მე ნაკლებად გირჩევთ და ასევე net.g და ასე შემდეგ. საერთაშორისო დომენებს რაც შეეხება, როგორც წესი, შეგიძლიათ შეიძინოთ ან Namecheap-ზე, ყველაზე იაფიანი დომენების პროვაიდერია, ან GoDaddy.com-ზე. ნუ GoDaddy-ს განსაკუთრებით ბევრი ფასტაკლების აქცია აქვს და შეიძლება თუ კი პირველად იყენებთ მას, საკმაოდ იაფად შეიძინოთ თქვენი პირველი დომენი. თუმცა Namecheap-ი შედარებით უფრო იაფია, ნუ ფასიდანაც სახელწოდებიდანაც გამომდინარე, შეგიძლიათ უბრალოდ ეს ვთქვათ, ნახოთ ამ საიტზე დომენი. თუმცა თავარი რაც არის, ეს არის დომენის სახელი. ყველაზე იდეალურია, თუ კი დომენი ზუსტად იგივე სიტყვაა, რა სიტყვაც მარტივად დაამახსოვრდება მომხმარებელს და იმ პროდუქტს შეიცავს თუ მომსახურებას, რომლის შესახებადაც არის ვებსაიტი აწყობილი. მაგალითად, shoes.g იქნებოდა სუპერ, shoes.com-ი საერთაშორისოსთვის იქნებოდა სუპერ, შესანიშნავი დომენი. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ დომენები როგორც წესი დაკავებულია და ძალიან ძნელია, რომ იპოვოთ კარგი დომენი, განსაკუთრებით თუ საერთაშორისო ბაზარზე ეძებთ. საერთაშორისო ბაზარზე 2-3 სიტყვაც კი გადაბმული ერთმანეთზე ძნელი მოსაძებნია, იმიტომ რომ ადამიანები ნადირობენ დომენზე, დომენებს ყიდიან, ყიდულობენ და ეს ალკე ძალიან დიდი ბაზარია. მე გირჩევთ რომ დომენი იყოს მოკლე და დომენი იყოს მარტივად დამახსოვრებადი. რეკომენდირებულია თავად Google-ის მიერ. ადრე დომენი შეიძლება ყოფილიყო ძალიან გრძელი. ერთ-ერთი ჩემი ძალიან კარგი ვებსაიტი, რომელსაც ჰქონდა დიდი დომენი, ძალიან დიდი დომენი, ზუსტად ის დომენი, რომელსაც ადამიანები ეძებდნენ, რეალურად ამოგდებული იქნა საძებო სისტემებიდან, როცა ძალიან კარგ პოზიციებზე ვიყავით გასული და ძალიან დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტრაფიკი მყავდა, ამოგებული იქნა სისტემიდან, უბრალოდ დაკარგა პოზიციები ძალიან. რატომ? იმიტომ რომ დომენი იყო ძალიან დიდი. Google-ის მიერ არის რეკომენდირებული, რომ 15 სიმბოლოზე ნაკლები იყოს დომენი, თავისი წერტილი, com, ყველაფრის აბსოლუტურად ეს ვთქვათ, ანუ ჩათვლით. ადრე ძალიან დიდ როლს ასრულებდა დომენი SEO-ში. დღეისათვის მე რასაც ვაკვირდები, დომენი უკვე ნამდვილად აღარ თამაშობს დიდ როლს, თამაშობს უფრო დიდ როლს უკვე link building-ი და სხვა პროცესები, story URL-ი, link building-ი და სხვა დეტალები, რომლებიც საერთო ჯამში გვაძლევენ დარამკის ფაქტორს. დომენი გირჩევთ რომ იყოს მოკლე, შეიძლება რომ საერთოდაც არ შეესაბამებოდეს იმ იდეას, რის შესახებაც არის ბლოგი, უბრალოდ შეეცადეთ რომ მომხმარებელმა მარტივად დაიმახსოვროს. მერე რომ მომხმარებელმა თვითონვე შეძლოს აკრეფა იმ დომენური სახელწოდების, რომ იყოს მარტივად დამახსოვრებადი. მოკლე დომენს ყოველთვის უპირატესობა ენიჭება.
მაქსიმუმ 15 სიმბოლო ნიშნავს, რომ სადღაც დაახლოებით 10 სიმბოლო უნდა იყოს მხოლოდ სახელწოდება, შემდგომში წერტილი კომი. თუ საერთაშორისოზე მუშაობთ, წერტილი კომი ძალიან კარგი არის. თუ ლოკალურზე, მაშინ G-ს გირჩევთ. თუ კონკრეტულად გნებავთ თეორიულად გერმანულ ბაზარზე, მაშინ წერტილი D. ანუ უშუალოდ ის ლოკალური დომენი გირჩევთ, რომ აიღოთ იმ ლოკალურ დომენს, რომელიც უშუალოდ ამ საიტზე ქვეყანაზე თვითონ მუშაობს. როგორც მოგახსენეთ, com.g, გადაბმები 2G, edu.g და ასე შემდეგ დიდად რეკომენდირებული არ არის. ნეტვორკის თვით მოგახსენებთ უბრალოდ ნეტი იჩიფრება როგორც ნეტვორკი, როგორც ქსელი ესე ვთქვათ, ორგი როგორც ორგანიზაცია, edu როგორც განათლება, school.g მარტივად მიხვედრადია, რომ არის თვითონ ეს ვთქვათ სასკოლო ნაწილი. თუ საერთაშორისოზე com დომენი ვერ მოიძიეთ, მაშინ ყველაზე ისეთი ალტერნატივა არის ჩემი აზრით წერტილი IO. დაბოლოება ჩემი დაკვირვებით საძებო სისტემაში IO-ს უფრო კარგი მომენტები აქვს, ვიდრე თეორიულად net-ს ან org-ს. com-ი ყველაზე კარგია უდაოდ. მას შემდეგ რაც დომენი ავირჩიეთ, დომენი 1 წლის განმავლობაში არის ჩვენი, ეს იქნება შეგიძლიათ რომ დომენი შემდგომში გაყიდოთ და შეგიძლიათ რომ თუნდაც დაიტოვოთ. კიდევ ერთხელ დომენის ბაზარი ცალკეა, მისი დომენი შეიძლება ვაჭრობა, შეიძლება დომენის გამოყენება მუდმივად. ეხლა მოდით ვისაუბროთ SEO-სათვის ძალიან მნიშვნელოვან პეიჯებზე. ეს არის სამი პეიჯი, ეს არის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ეს არის cookie ჩანაწერები და დაბრუნების პოლიტიკა. როცა შევდივართ უცხო საიტზე, ალბათ შეიძლება მოგხვედრიათ თვალში, რომ აუცილებლად სისტემა გვიჩვენებს ამოაგდებს ესეთ თვითონ ეს ვთქვათ გრაფას, სადაც მითითებული არის, რომ თქვენ ეთანხმებით თუ არა ეგრეთ წოდებულ cookie ჩანაწერებს. ეს რა არის? ეს ჩანაწერი უბრალოდ ჩვენ გვაძლევს გაფრთხილებას, რომ თქვენი ვიზიტი იწერება ვებსაიტზე, თქვენი ინფორმაცია ინახება. ის რომ მე ჩემი IP მისამართიდან შევედი ამა თუ იმ რესურსზე, ეს ინფორმაცია საიტმა მიიღო და შემდგომში შეიძლება გამოიყენოს სარეკლამო კამპანიისათვის. მაგალითად Facebook Pixel, Google Analytics Pixel, Google Ads Pixel, ყველა ეს სისტემა აბსოლუტურად ერთი საფუძვლით მუშაობს და ეს საფუძველი არის, რომ შეინახოთ თქვენი IP მისამართი, თქვენი პირადი ინფორმაცია, როცა შედიხართ საიტზე და შემდგომში ეს ინფორმაცია გამოიყენოს თქვენზე სარეკლამო კამპანიების გასაშვებად. ეს cookie ჩანაწერების ბანერი ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას, რომ ჩვენი შესვლა ფიქსირდება და უბრალოდ მომხმარებელმა უნდა იცოდეს საერთაშორისო სტანდარტის წესებით, რომ მისი შესვლა იწერება. თუ არ მოწონს ადამიანს, ნოუსენს შეუძლია დააკლიკოს და მორჩა მისი შესვლა, უკვე მისი პირადი ინფორმაცია აღარ დამუშავდება. მეორე ნაწილი ეს არის დაბრუნების პოლიტიკა. განსაკუთრებით საქართველოში მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ გქონდეთ საიტზე დაბრუნების პოლიტიკა მითითებული. ეს არის დაბრუნება ან გამოცვლა. ეს პოლიტიკა შესაძლებელი არის, რომ უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს დავაგენერირებინოთ. ჩვენი საიტის აღწერლობაში მითითებული იქნება შაბლონი, აი ამ დაბრუნების პოლიტიკის ტექსტით ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ რომ დააკოპიროთ და შეგიძლიათ რომ ჩასვათ. ქართულს რაც შეეხება, შეგიძლიათ აერჩიოთ საიტები, სადაც განთავსებული არის მსგავსი ჩანაწერები. მე SEO-ს კუთხით შემიძლია გირჩიოთ საიტი ველისტორი მაგალითად, რომელიც მართლა კარგი საიტი არის ტექნიკური კუთხით, აწყობილი, ნამდვილად ძალიან კარგი პოლიტიკა გააჩნიათ. ქართულ ენაზე გადავიყავთ ახლა VPN თავარ უბრალოდ შესული, ველისტორი, ეს უკაცრავად ველისტორი, ამერიკულ ველისტორზე გადავინაცვლეთ. ქართულ ველისტორზე შეგვიძლია შევიდეთ, გადავხედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების პოლიტიკას, რაც საკმაოდ კარგად არის სხვა შორის აი აქ გაწერილი. და შემდგომში ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ ჩვენს ვებსაიტზეც. აი კონფიდენციალურობა, დაბრუნება და გაცვლა. მე არ გიჩვენებთ რომ ერთ-ერთში დააკოპიროთ, მე გიჩვენებთ რომ მოდიფიცირება გავუკეთოთ ამ ინფორმაციას და ჩვენს WordPress-ის საიტზე ცალკე პეიჯად, ცალკე გვერდად დავამატოთ, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკა, საიტის გამოყენების წესები იყოს მითითებული. გულწრფელად რო ვთქვათ, ეს დაახლოებით მსგავსი წარწერაა, როგორც საიტზე, კაცრავად, როგორც სიგარეტზე აწერია, რომ მოწევა კლავს, მაგრამ ყველა დიდად არ უყურებენ ადამიანები ამ წარწერას, მაგრამ აუცილებელია, რომ მითითებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, საძებო სისტემები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აი ამ ჩანაწერებს და მე გირჩევთ, რომ ეს ჩანაწერები აუცილებლად გამოიყენოთ. შეგიძლიათ რომ ცალკე პეიჯი, რა თქმა უნდა, დაამატოთ ამასთან დაკავშირებით. WordPress-ზე ტექნიკურად როგორ ხდება cookie ჩანაწერების დამატება, მე გირჩევთ ერთ
ერთ კარგ პლაგინს, რომელიც ამ პრობლემას ჩემი აზრით საკმაოდ აქტიურად გადაწყვეტს. შეგვიძლია add new plugin ღილაკს დავაკლიკოთ და ჩავწეროთ პლაგინი Cookie.js. ეს არის ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პლაგინი Cookie.js პლაგინი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ cookie ჩაწერების ბანერი გამოიქნება ჩვენ საიტზე განთავსებული კომპეტენციალური პოლიტიკა, ცალკე ჯობია რომ გავწეროთ. ასევე შეგვიძლია რომ ChatGPT-ს გავაწერინოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა მარტივი ბრძანებით, რომ სულ ჩვენ ვებსაიტი ყიდის ამ და ამ პროდუქციას, ჩვენს ვებსაიტზე განთავსებულია ესა და ეს პროდუქტები და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა იყოს დაახლოებით შემდეგი. გამიწერე კონფიდენციალობის პოლიტიკა. მარტივად დაგვიგენერებს უნიკალურ კონფიდენციალობის პოლიტიკას, ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია პირდაპირ გადმოვიტანოთ. რაც შეეხება Shopify შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ უბრალოდ აქტივაციის ღილაკი ხდება დაბრუნების პოლიტიკის, საიტის კონფიდენციალობის პოლიტიკის მარტივი აქტივაცია. მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი ტექნიკური SEO-ს ნაწილი. ცოტა რთული არის ჩემი აზრით ტექნიკური SEO, თუმცა გაკეთებადი არის სრულად თავიდან ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში ეტაპობრივად ეს ინფორმაცია შეიძლება რომ ჩვენს ვებსაიტზე ნელ-ნელა დავამუშაოთ და სრულყოფილება გავუკეთოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შემდეგ თავში. დროებით.